შესრულდა 16 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადაცემაში ტრადიციული სამედიცინო რუბრიკის დრო დადგა. Რა თქმა უნდა, ჩვენ გენერალურ სპონსორ კლინიკა ლანცეტთან ერთად მე და ქალბატონი ირინა ტაბუციძე მას პინძლობს ამ შესანიშნავი კლინიკის ენდოვიდეო ქირურგს გინეკოლოგს ქალბატონ ნუგეშა გრიგალაშვილს. ჩვენი ქალბატონი, რომელიც გვესტუმრა და საკმაოდ საინტერესო შთაბეჭდილებას დატოვა, ჩვენ საუბრობდით სარეკლამო ჭრის პერიოდში, მოკლედ მის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენთაგანიც დაინტერესდება ზოგადად როგორც მისი პროფესიონალიზმით, ასევე და კონკრეტული პროფესიით, ასევე მისი პირადი ცხოვრებითაც. ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ 2:45-77-27-ია ჩვენი სატელეფონო ნომერი და თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთოთ, მოგწეროთ Facebook-ზე, შუადღე TV3-ზე და რა თქმა უნდა იაქტიურად. პირველ რიგში, მოდი დავიწყოთ საუბარი ზოგადად, ახსენე რომ მაინც და მაინც ქირურგი მინდოდა გამოსულიყავიო. კი, პირველ რიგში მოგესალმებით, მივასალმებით თქვენს მაყურებელს თქვენი სტუდიიდან, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. მე წარმოადგენ კლინიკა ლანცეტს, კერძოდ ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილებას. რაც შეეხება იმას, რომ თქვით და ვახსენეთ, რომ ქირურგი მინდობა, ბავშვობიდან იყო ჩემი ოცნება, თუ ოდესმე თეთრ ხალად ჩავიცვამდი და ვიქნებოდი ექიმი, ვიქნებოდი მხოლოდ და მხოლოდ ქირურგი და ისიც გინეკოლოგიაში. ოჯახის წევრები ხო არ ყავდათ ექიმი? არავინ, ჩემს ირგვლივ. საიდან მოვიდა ეს ოცნება? არ ვიცი, ბავშვობიდან სულ იყო ეს ჩემი მიზანი, ოცნება, რომ ყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო, იმ საუკეთესო ქირურგთა ჯგუფში, მეც ყოფილიყავი. ენდოვიდეო ქირურგი ბრძანდებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ლაპარასკოპით, ანუ მაქსიმალური მცირე ჭრების ხარჯზე, კი ბატონო, ახერხებთ ამ ოპერაციების გაკეთებას და ადრე მახსოვს მაგალითად, ვისაც უნდა და ხარ ქირურგი ყოფილიყო, იმას აი უნდა ყოფილიყო ესეთი ადამიანი, რომ არ ეშინია და ხო გავჭრით და ხო და არა მაქვს ამის პრობლემა. მოგახსენებთ, რომ არც მე არ მეშინია. ანუ ჩვეულებრივ ძველ, ასე ვთქვათ, ხერხებითაც გიმუშავიათ? დიახ, ანუ რაც შეეხება ტრადიციულ ქირურგიას, გინეკოლოგიაში რაც იყო 10 წლეულების წინ მუცელკვეთის ოპერაცია, მაგასაც უნდა ფლობდეს ქირურგი, რომელიც დაუშვათ საოპერაციო შედის და ლაპარასკოპისტობას, ასე ვთქვათ, უწოდებს თავის თავს, უნდა ფლობდეს ტრადიციულ ოპერაციებსაც. იმიტომ რომ არის ხშირად შემთხვევები ლაპარასკოპიიდან გიწევს ღია წესზე გადასვლა, ანუ ტრადიციული მეტად როდის ხდება გართულება? კი, ანუ ლაპარასკოპის ერთ-ერთი გართულება არის ის, რომ ხშირად გიწევს, ხშირად არა, მაგრამ 100 პაციენტიდან დაუშვათ მე მქონია პირადად ესეთი გამოცდილება 15 პაციენტზე ღია წესზე გადასულა. როცა ჩადიხარ ლაპარასკოპისტი მუცლის ღრუში, იგი ხდება შეხორცებითი პროცესები, სისხლის დენა და ნუ ეს ართულებს ტექნიკურად ოპერაციის მიმდინარეობას. და არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც ლაპარასკოპიას ვერ გამოიყენებთ რაღაც მიზეზების გამო. კი, არის ხოლმე ჩვენებებიც, ნუ დაუშვათ გასაგებენ ენაზე რომ ვთქვათ, ავიღოთ ისეთი სახელწოდებით ოპერაცია, დაუშვათ, რასაც ქვია საშვილოსნოს ექსტირპაცია, დასაშვების ზომები რომ გასაგები არ არის ოღონდ, კარგად გითხარით ჩვენთვის რო გასაგები. ანუ საშვილოსნოს ამოღება დანამატებთან, კვერცხავალ მილთან და საკვერცხებთან ერთად. ლაპარასკოპით ვერ მოხერხდება. არა, ეს ყველაფერი ლაპარასკოპით ხერხდება, მაგრამ ამასაც აქვს თავისი დასაშვების ზომები, მაგალითად თუ სიმსივნე მიომა შეფარდება 14 კვირამდე, შესაძლებელია ლაპარასკოპით ეს წარიმართოს, მაგრამ თუ 14 კვირაზე ზევით მიდის სიმსივნე, უკვე ღია წესზე გიწევს გადასვლა. ანუ ზოგადად თქვენ კლინიკაში როგორც ლაპარასკოპიით, ასევე ტრადიციული მუცელკვეთა, ანუ ღია წესით კეთდება ოპერაციები. და შევახსენოთ კიდე ალბათ მაყურებელსო, ჩვეულებრივ საყოველთაო დაზღვევით შესაძლებელია ამოსახურების მიღება, ხო? ძალიან კარგია, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდა და მოდი მაყურებელს խոսოთ და უსმინოთ მას გამარჯვებად გისმენთ. დიახ, გისმენთ თუ შეიძლება უდახმარება რომ გესაუბროთ ტელევიზორზე. გამარჯვებათ. მე მაინტერესებდა, რამდენად არის მიზანშეწონილი 75 წლის ქალბატონზე დაწეული საშვილოსნოს ამ მეთოდით მოცილება. რადგან ნარკოზის გვეშინია. მადლობა შეკითხვისთვის. ხდება ეს გაუტკივარებით. დიახ, მადლობა, საინტერესოა. თუ შეიძლება 75 წლის ქალბატონს გაუკეთდეს როგორც გავიგე, ამას დაწევა საშვილოსნოსი, ასეთი ამასაკის პაციენტებთან უპრიანი იქნება გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ეს ოპერაცია ლაპარასკოპიული გზით, მაგრამ სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივალთ, მან უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები, უნდა ინახოს ანესთეზიოლოგის მიერ, თერაპევტის კონსულტაცია, კარდიოლოგის კონსულტაცია, ანუ ის წინა საოპერაციო კვლევები, რაც ამ გეგმიურ ოპერაციას. და კიდე ქალბატონმა იკითხა უკაცრავად დავასრულოთ, სრული ნარკოზით კეთდება. კი, რა თქმა უნდა, ზოგადი ნარკოზის ქვეშ. ლაპარასკოპიული ოპერაციები მხოლოდ და მხოლოდ კეთდება ზოგადი ნარკოზის ქვეშ. ანუ სრული ნარკოზი არ ჭირდება ლაპარასკოპიას. ზოგადი ნარკოზი პირიქით. სრული ჭირდება.
და რა ადგილობრივი გაყუჩა. ანუ თუ სამიანო შემთხვევებში ეგრეთ წოდებული საკეისრო კვეთის შემთხვევაში კეთება სპინალური ეპიდურალური გაუტკივარება, ასეთი ანესთეზია გინეკოლოგიაში და კერძოდ ლაპარასკოპიული ოპერაციის დროს დაუშვებელია. დაუშვათ თუ ღია წესით მუშაობ, ეს შესაძლებელია, მაგრამ ლაპარასკოპია მხოლოდ და მხოლოდ ითხოვს ზოგადი. რამდენად მაშინ გავცეთ პასუხი ბოლომდე, მაშინ რამდენად უსაფრთხო იქნება სამოთხმეტე ადამიანისთვის? ნუ ამას ანესთეზიოლოგი გადაწყვეტს თვითონ. კონსულტაციის შემდეგ ხდება ხოლმე, ხო? და შესაძლებელი არის, მაგრამ გამოკვლევების შედეგები გვიჩვენებს რამდენად შესაძლებელი. კარგი, დაბა რა, მაშინ რა, ესე ვთქვათ, დადებითი მხარეები და რა განსხვავებები ახასიათებს კარგი კუთხით ლაპარასკოპიას? ლაპარასკოპიას, ანუ ლაპარასკოპია მოგეხსენებათ არის მცირე ინვაზიური მეთოდი. ლაპარასკოპიის დროს ხდება ოპტიკური გადიდება, ანუ ვიზუალიზაცია და ხედვა ქირურგს აქვს განსაკუთრებით მაღალ დონეზე. თუ დავუშვათ შესაძლებელია მცირე მეჯის ღრუს ორგანოების და ასევე ქალის სასქესო ორგანოების დათვალიერება, ასევე შეიძლება მთლიანად მუცლის ღრუს დათვალიერება, გაცილებით რამდენჯერმე გადიდებული ოპტიკური გამოსახულებით. ასევე ლაპარასკოპია საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ის დაზიანებული უბნები კერები, რაც დაუშვათ მუცელკვეთის ოპერაციის დროს შეუმჩნეველიც კი შეიძლება დარჩენილიყო. მთელი ოპერაცია მიმდინარეობს ვიდეო კონტროლის ქვეშ. პრაქტიკულად ქალბატონს, რომელიც ჩაიტერებს ლაპარასკოპით ოპერაციას, ნაწიბური თითქმის არ აღენიშნება. ოპერაციის შემდეგ შეხორცებითი პროცესი მუცლის ღრუში პრაქტიკულად არ არის. სტაციონარში საჭიროებენ მხოლოდ ერთი საწოლდღე დაყოვნებას და მესამე-მეოთხე დღიდან ოპერაციის შემდეგ ისინი ჩვეულებრივ უბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრების რიტმს. ძალიან ბევრი პლუსი აქვს. და უკუჩვენება აქვს რამე? უკუჩვენება ეს პაციენტის სომატური ჯანმრთელობიდან გამომდინარე. თუ დავუშვათ ისეთი დაავადებები აქვს გულის სიძახთა სისტემის, ამას ძირითადად ანესთეზიოლოგიდან დასაგებია. რა მაინტერესებს ზოგადად იგივე უშვილობის დადგენა თუ ხდება თქვათ ლაპარასკოპიული მეთოდებით ან იგივე დიაგნოსტიკა? კი, რა თქმა უნდა, ლაპარასკოპია ერთ-ერთი განსაკუთრებული მეთოდია ინვიტრო განაყოფიერების წინ. მაგალითად, თუ დავუშვათ არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც არსებული პათოლოგია პირდაპირ ჩვენება ინვიტრო განაყოფიერების, ასევე ის აქვეითებს ინვიტრო განაყოფიერების ეფექტს. განსაკუთრებით ესეთი შემთხვევები გვაქვს, როდესაც არის მილის გაფართოებები, ანუ ეგრეთ წოდებული გიდროსალპინქსები. მოგეხსენებათ, მილში არსებული სითხე თავისი ტოქსიურობით როგორც გამოირჩევა, ასევე შეუძლია მას საშვილოსნოს მხრიდან განაყოფიერებული ემბრიონი, ანუ გადატანილი კვერცხუჯრედი ჩამორიცხოს და ამით ალბათობა ორსულობის შეამციროს. ამ დროს ვერევით უბრალოდ ქირურგია. კი, ანუ ეს განსაკუთრებულია კიდევ ისეთ შემთხვევებში, როდესაც გვაქვს ენდომეტრიოზი, მიომები, სეროზე ცელი, ანუ შეხორცებით პროცესში არსებული სითხეები, როცა გვაქვს. თქვენ ახლა შევეხოთ განათლება რამდენადაც გავიკეთეთ წეღან საუბრის დროს მიღებული გაქვთ საფრანგეთში ძირითადად. რითი განსხვავდება თქვა რატომ წახვედით საფრანგეთში? ხა გასაგებია რატომ პასუხი გასაგებია, მაგრამ რა ისწავლეთ ისეთი, რაც თქვათ აქ არ შეგეძლოთ ან რა მოგცათ, რა გამოცდილება მოგცათ ამ 3 წელმა, რაც იქ გაატარეთ? პირველ რიგში ის რომ საფრანგეთში, ანუ მოგეხსენებათ საქართველოში მოდუსი არის ის რომ სანამ დაუშვათ 40 და 50 წელს არ მიაღწევს ქირურგი, ანუ სპეციალისტი ვერ ახარ. იქ რეზიდენტურაში 28-29 წლის ასაკიდან უკვე დამოუკიდებლად მუშაობდი, მხოლოდ იმყოფებოდი გამოცდილი ქირურგის ზედამხედველობის ქვეშ. იმ შემთხვევაში შემოდიოდა და ეძახდნენ საოპერაციოში თუ რაღაცა ქირურგს ახალგაზრდას უჭირდა. და ეს ნაკლებია საქართველოში. ესეთი რაღაცა საქართველოში არ ხდება. და რომ დაბრუნდით, ასე ვთქვათ, მიგიშვეს მაგიდაც და ანუ ესე მარტივადაც არ იყო. აი როგორ იყო? ძალიან ბევრი ვიწვალე იმისთვის, რომ დავუშვათ დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, აქამდე მივსულიყავი. აი ზოგადად საფრანგეთში მაგალითად იგივე სხვა კიდე განსხვავებები რა არის და სწავლების დონე რა თქმა უნდა სწავლების დონე გაცილებით მაღალია ვიდრე დავუშვათ საქართველოში. ანუ შენთვის თუ მოწადინებული ხარ და გინდა სწავლა, არავინ არაფერს არ როგორ ვთქვა, არ იშურებს, არ იკავებს. ანუ ეს მოდის პირიქით, რამდენადაც მეტი კითხვები მოდის თქვენგან და რამდენადაც მეტი მონდომებული ხარ, მეტი დაფასება გაქვს და მეტი მოდის თქვენსკენ განათლება და საქართველოში ეს კიდე პირიქით არის. და ალბათ საზღვარგარეთის და მithumetes წამყვანი
ევროპის ქვეყნის კი, მე ვიმყოფებოდი ბატონ რეზო ბოჭორიშვილთან. ეს არის ქართველი ქირურგი, რომელიც 30 წელია უკვე კლერმოფერანში მოღვაწეობს. და იქ ნასწავლი, ასე ვთქვათ, და ამაღლებული თქვენი კვალიფიკაცია მით უმეტეს წარმატებით გადგებათ კლინიკა ლანცეტში, სადაც სწორედ უმაღლესი არა მარტო მათ, სხვაგანაც მუშაობ მე. ზოგადად მე ლანცეტში სადაც არის უახლესი თანამედროვე და ბოლო მოდელები. კი, კლინიკა ლანცეტი აღჭურვილია მსოფლიოს ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული ულტი თანამედროვე ბოლო თაობის აპარატურით, რაც საშუალებას აპარატურა მაგალითად იგივე საფრანგეთში უფრო მაღალი დონის არა, ერთი დონია თითქმის. ანუ თქვენ არ გაგიჭირდებოდეთ? ანუ მე კლინიკა ლანცეტში მუშაობის დროს გრძნობ თავს, რომ თითქოს მუშაობ კლერმოფერანში ისევ. ანუ საოპერაციოში ქირურგს ყველა პირობა გაქვს იმისთვის, რომ წარმატებით ჩაამთავრო ოპერაცია თუ ვარ გიხარ. ახლა რა მაინტერესებს კიდე ერთი კითხვა მაქვს, ესეც საინტერესო ჩემთვის. ზოგადად, როდესაც ადამიანს ოპერაციას უკეთებენ ტრადიციული მეთოდით, იქ ჭრიან, შეხედავენ, თქვათ რა თქვენ თქვით, რომ შეიძლება რაღაც გამოეპაროს. კი, რა თქმა უნდა. როდესაც მონიტორზე აკეთებთ, ანუ ინვაზიური მეთოდით, თქვენ ამ თქვათ მონიტორზე უყურებთ ამ პროცესს, უფრო ასე ვთქვათ, გაშიფრული კადრი უკვე 3D ხარისხითაც. თუ შეიძლება მაგალითად აი ამ ოპერაციის შენახვა ვიდეო კი, ვიდეო ჩანაწერები ჩვენთან ეს ხდება და პაციენტები დაუშვათ, როდესაც უშვილობის დიაგნოზით მოდიან, ისინი ითხოვენ ამას, ჩვენ მას ვიდეო ჩანაწერს ვატანთ და შემდეგ თავიანთ მიღებულია პრაქტიკაში. კი, პრაქტიკაში ეს მიღებულია. შეიძლება თქვა მე ადამიანს ხელახლა გაჭრა აღარ დაჭირდეს, პირდაპირ მონიტორზე ნახო და განმარტო რა გაიკეთე. ბატონო 1000 რაღაცა. ან სხვა სპეციალისტს აჩვენოს თუ სურვილი გაუჩნდა, ხო? თქვენთან არის ხოლმე ეს შემთხვევები. სხვაგანაც კეთდება? კი, უკვე საქართველოში დაინერგა და მრავალ კლინიკებში კეთდება ამ მეთოდით ოპერაციები. თითქმის არც მეგულება კლინიკა, რომ ეს ოპერაციები არ კეთდებოდეს. რამდენი ხანია რა თქვენ საქართველოში ხართ უკვე? მე ივლისიდან უკვე თბილისში ვარ. რამდენი პაციენტი ყოლიათ მაშინ? გითხრათ. კლინიკა ლანცეტში უკვე 50 ოპერაცია პირადად. ანუ ეს პრაქტიკულად კლინიკა ლანცეტის გახსნის დღიდან თქვენ ამ კი, გახსნის დღიდან, ანუ ივლისის თვიდან ვარ და თითქმის კლინიკა ლანცეტმა უკვე წარმატებას მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მცირე პერიოდია მისი ფუნქციონირებიდან. კი, კი. საერთოდ მეორე პაციენტის ყოლია. რა თქმა უნდა. ძირითადად გვაწუხებენ აზერბაიჯანიდან პაციენტები. და რეგიონში ზოგადად ვიცი რომ უკვე საკმაოდ აქტუალური გახდა ლანცეტის თემა, რადგან მე რამდენიც ვიცი იგივე ჩtildeო კავკასიიდან ჩამოდიან სტუმრები თურქეთიდანაც, რადგან ხელმისაწვდომიც არის უფრო ვიდრე მკურნალობა იგივე იმ ქვეყნებში და როდესაც თანამედროვე აპარატურა გაქვს, როდესაც მაღალ კვალიფიცირებული სპეციალისტები. ჰისტეროსკოპიის როლი მაინტერესებს იმით რომ გააყოფიერების პროგრამის დროს. ჰისტეროსკოპია ეს არის ნაკლებად ინვაზიური პროცედურა, რომლის საშუალებით, ანუ სპეციალური ენდოსკოპის დახმარებით ქირურგი საშვილოსნოს ყელის გავლით შედის საშვილოსნოს ღრუში. თვალიერდება საშვილოსნოს ღრუ და მისი კედლებით და პათოლოგიური, ანუ უბნების აღმოჩენის შემთხვევაში ხდება მისი შესაბამისი ქირურგიული მკურნალობა. ყველაზე ხშირი, ანუ პათოლოგია, რაც შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ამას ქალი ვერ გრძნობდეს, ეს არის საშვილოსნოს ღრუს პოლიპი ან პოლიპოზი, რაც ასევე იწვევს უშვილობას. მე საკმაოდ ხშირი არა. კი, და ზოგჯერ იმდენად უსიმპტომოდ მიმდინარეობს პათოლოგიაზე ფიქრიც კი ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება რამე პათოლოგია ანუ ხალით ალბათ ვერ ხვდება რომ რაღაც არის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, არის რომ კლინიკურად გამოიხატება ეს, მაგრამ აუცილებელია და შესაძლებელია რომ ჩაწერდეს ჰისტეროსკოპია, რომ შემდგომ დაორსულებაც მოხდეს როგორც ფიზიოლოგიური, ასე ინვიტრო განაყოფიერებით. ძირითადად რა ასაკი ყავთ ესე იგი თქვენ უფრო რეპროდუქციული ასაკის. გამარჯობათ გისმენთ? ალო? დიახ, გისმენთ. ალო? გისმენთ. მე არის თქვენი ხმა კარგად. მოგესალმებით და გისმენთ. შეკითხვა ექიმთან. აი გამოკვლევის წინ საოპერაციო გამოკვლევა მინდა გავიკეთო წინასწარ და რა ჯდება ეს გამოკვლევა? თუ შეიძლება არ გათიშოთ და გაესაუბროთ. რა ოპერაციას გეგმავთ? ანუ რა ოპერაციაზეა საუბარი? მე მაქვს მიომატოზური ფიბრომები საშვილოსნოში და მინდა სრული კურსი, რაც ამ ოპერაციის წინ გვაქვს, სადღაც ჯდება 150 ლარი თუ არ ვცდები. ეს დაზღვევას ექვემდებარება? კი, დაზღვევას ექვემდებარება. ამისთვის უნდა მოგბრძანდეს ჩვენთან კლინიკაში, ჩაიტაროს ამბულატორიული გამოკვლევა, გაიცეს ფორმაასი, 70% აფინანსებს სახელმწიფო, 30% ხდება თანადაფინანსება. ну საკმაოდ შეღავათიან ფასებში გამოსდით რა თქმა უნდა. მე დავაყოფილოთ თქვენი შეკითხვის თავარი არსი რაც იყო. კლინიკა ლანცეტი მდებარეობს, მე დავამატე უბრალოდ მდებარეობს აღმაშენებლის ხელის 12 კილომეტრზე. აგრარული უნივერსიტეტი ყოველთვის კარგად არის გასწორებული იმის გვერდით.
მშვენიერი ესე დიდი მრავალსართულიანი შენობა, მშვენიერი და კვალიფიციური თანამშრომლებით და უახლესი ტექნიკით. განაყოფიერებაზე რამდენად ცნობილია, ჩემთვის ლანცეტში ხორციელდება განაყოფიერების ერთ-ერთი ძალიან წარმატებული ექიმები ყავთ, თურქი ექიმები ჩამოსულდა, რამდენად ხმა შეწყობილი ვთქვათ ასე და ერთგულად. რა თქმა უნდა, გვჭირდება გუნდური მუშაობა, ისეთი პაციენტები, რომლებიც არიან უშვილობის დიაგნოზით, ჩვენ მასთან გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, მხოლოდ კომპეტენტურ ექიმთან შეთანხმების გარეშე. ანუ ინვიტრო განაყოფიერების ექიმებთან ვათანხმებთ თუ რა манипуляცია, რომ მისთვის მისაღები იყოს ის ყველა ჩვენი ჩატარებული პროცედურა შემდგომი ორსულობისათვის. აი მაშინ აქვე მაინტერესებს საფრანგეთში მოღვაწეობდი და ზოგადად საფრანგეთში ამდენად მაღალ დონეზე ხდება ან თუ შეიძლება და მაღალ დონეზე, მაგრამ განსხვავებას მე ლანცეტსა და კლერმონ-ფერენს შორის ძალიან ნაკლები. ინვიტრო განაყოფიერებას გულისხმობ? იქაც აქტუალურია ეს თემა საფრანგეთში კი. და ზოგადად იქაც მაღალ დონეზე ესე მე რამდენად ვიცი თქვენს კლინიკაში მოკლედ 100%-იანი შედეგით ეს მართლაც საოცარი შედეგია, იმიტომ რომ ზოგადად 50%-იანი შედეგი ითვლება ძალიან კარგად, მე როგორც გავერკვიე. და ამჯერად ნუ კიდევ დავაგაკულე კიდეც მაშინ, როდესაც თქვენი ინვიტროს ბატონი ჯან ასლანჯა იყო თურქის სპეციალისტი. სახელმე დავიმახსოვრე მაგის. ეხლა მაშინ აღნიშნეს რომ ჯერჯერობით 100%-იანი შედეგით მიდიან მოკლედ წინ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კარგი შედეგია. მოდით მაშინ თქვენზეც გვესაუბრეთ ერთი-ორი სიტყვით, თქვენ თქვით რომ ზოგადად სპორტით ხართ დაკავებული. თუ თავისუფალ დროს გამოუნახავ, ჩემი ცხოვრების წესია, ცურვა მიყვარს და თავდადე ეხმარება ზოგადად ადამიანს და ქალბატონებს ცურვა იმასაც რომ იყოს ჯანმრთელი და თქვენ სფეროში შეინარჩუნოთ. ფიზიკური დატვირთვას რამდენად დიდი როლი აქვს. ძალიან ბოლოში ტელემაყურებელი მყავს ისევ ხაზზე და მე გავაგზავნოთ აი ამ თემაზე საუბარი. მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობათ. გისმენთ. ექიმთან მაქვს შეკითხვა თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, აუცილებლად ძალიან. თუ შეიძლება რომ გამიმართოთ, რას ნიშნავს ფიბრომატოზული საშუალოსნო და თუ შეიძლება ეს 45 წლის ასაკში იყოს განხორციელებული მენსტრუალური ციკლის მიზეზი, დიახ, რა გართულებები შეიძლება მოყვეს? მადლობ პასუხისთვის. უმეტესი მადლობა აქტივობისთვის. ფიბრომატოზული საშუალოსნო ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, იმიტომ რომ შეიძლება იყოს მიუმატოზური კვანძები და მოხდეს ორგანოს შენარჩუნება, ანუ გაკეთდეს კონსერვატიული მიომექტომია. ფიბრომა თვითონ ეს არის ენდომეტრიუმის დაავადება. ენდომეტრიუმის ანუ საშუალოსნოს კედლის ქსოვილების დაავადება, რაც გამოწვეულია გორმონალური დისბალანსით. რა შეიძლება ქირურგამდე მიდის გზა? გააჩნია ზომას, თუ 3 სანტიმეტრამდეა კვანძები, იმ შემთხვევაში ეს ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ თუ 3 სანტიმეტრზე დიდი, ანუ 5 სანტიმეტრიანია, უკვე ეს საჭიროებს კონსერვატიულ ჩარევას. გააჩნია კვანძის მდებარეობა, სად მდებარეობს, თუ დავუშვათ საშუალოსნოს ღრუში მდებარეობს და სუბმუკოზურია კვანძი, ეს იწვევს სისხლდენებს და საჭიროებს აუცილებლად ოპერაციულ ჩარევას. რა ვიცი, უნდა ინახოს პაციენტი, გამოიკლიოს და იმის გამოკვლევის შედეგად გადაწყდება მასთან კონკრეტულად რა მასშტაბი გაკეთდება. ანუ კურნალობას ექვემდებარება საბოლოო ჯამში, მოდით ესე უთხრათ პაციენტს. კურნალობას ექვემდებარება ის, რომ შენარჩუნდეს და რაც მალე ჩავერევით მითხრათ. რა თქმა უნდა. არ არის აუცილებელი თქვა ქიმიურ ჩარევაში, რომ დაექვემდებაროს. არ ვიცი ჩვენ. არ ვიცი და ეს კონკრეტულ შემთხვევაში მას რა ზომა აქვს, სად არის თვითონ ეს მიუმატოზური კვანძები. ეს შეიძლება იყოს ესეთი ვითარებაც, რომ არ დაჭირდეს თქვა ქიმიურ. რა თქმა უნდა. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს, რომელსაც თქვენთან საუბარი უნდა სავარაუდო, გამარჯობათ, გისმენთ. მოგესალმებით, გესმით ჩემი? რა თქმა უნდა, გესმით. შეკითხვა მაქვს ლანცეტის თანამშრომლებთან. მე ვარ საოპერაციო და გადაწყვეტილი მაქვს რომ ეს ოპერაცია გავიკეთო ლანცეტში. მაინტერესებს ძალიან მინდა რომ უცხოელ ჩვენ ქართველ ქირურგებთან ერთად კონსულტაცია ჩავიტარო უცხოელ მოწვეულ ექიმებთან. აი ეს როგორ ხდება, აი როგორ უნდა რა უნდა გავაკეთო, რიგში დგომა უნდა იქნებ გამარკვიოთ რა. ძალიან მინდა კონსულტაცია უცხოელ ექიმებთანაც, რასაკვირველია ჩვენ ქირურგთან ერთადაც, რომელთანაც მე გადაწყვეტილი მაქვს ოპერაციის გაკეთება. მადლობთ. მადლობა ჯანმრთელობას გისურვებთ. ამისთვის აუცილებლად უნდა მოგზავნდეს ჩვენთან, ჩაეწეროს მიღებაზე და დაიგეგმება პერიოდულად ჩვენთან საზღვარგარეთ
გარშემო ჩამოდიან პაციენტები, ესა ექიმები და აუცილებლად დაუკავშირდებიან ქალბატონს და ანუ პაციენტს შეუძლია მოითხოვოს მათთან კონსულტირება და ისინი მოვლენ და მიხედავენ. და რამდენად შემსწრომელია, რამდენიმე ექიმი თქვენ ისედაც ყავთ მოწვეული, რომელიც ადგილობრივად ყოველდღე იქ მოღვაწეობს. მოდით მაშინ სპორტულ როლზეც გითხარით ზოგადად ქალის ჯანმრთელობაში? ძალიან დიდი თუნდაც გინეკოლოგიაში ალბათ. ხო, ალბათ ძალიან დიდი როლი უჭირავს. მე დავუშვათ თუ ესეთი ძიმე და დატვირთული დღის შემდეგ, როდესაც სურვაზე მივდივარ, ყველაფერი უარყოფით იჩება წყალში და მე მოვდივარ ახალი ენერგიით, ახალი აი ხო არ არის იგივე საფრანგეთში მაგალითად აი ამის აგიტაცია რომ თქვა ჩანსაღი ცხოვრება და სპორტი ეხმარება იგივე თავიდან აცილებას იმ დაავადებებისა, რომელსაც თქვა კალური თქვა დაავადებები შეიძლება იყოს დავარქვათ. ნაკლებად, მაგრამ ზოგადად ეს ჯანმრთელობისთვის კარგია. ზოგადად ვიცით. ერთი დელიკატური კითხვა მინდა დაგისვათ. ხა საკმაოდ ახალგაზრდა ხართ. არ უჩნდებათ ხოლმე პაციენტებს ეს მომენტი, რომ მე ახალგაზრდა არ გენდობა, რაღაც ცოტა ეშინია, გამოცდილება გაქვს თუ არ არის ის. მე ვფიქრობ, რომ ვიზუალს მეტნაკლებად აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მთავარია პირის აპარატი. აი პირს რო გახსნი, პაციენტს როგორ დაელაპარაკები, საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას მას როგორ გადასცემ, როგორ დაარწმუნებ, რომ შენ ხარ კარგი და მისთვის სანდო. ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და მე ალბათ უგვაძვილდებათ ჩემთან ურთიერთობა. ძალიან კარგი, ჩვენ ძალიან გაგვიელდუდათ თქვენთან ურთიერთობა. ძალიან დიდი მადლობა, მე კი მინერვიული. მოკლედ ჩვენ დაგეშვიდებოდ, შევახსოვოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ სამედიცინო ცენტრ ლანცეტის ენდო ვიდეო ქირურგი გინეკოლოგი ნუგეშა გრიგალაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა. რუბრიკა სარეკლამო ჭრის შემდეგ კვლავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო სტუმრით, ასე რომ დაგვეუბნეთ.